დილამშვიდობის. ხალათით კი არა და იმით დავდივარ. ადიელით. სეზონს გახსნათ ვაცხადებ. ტანსაცმლის გაშრობის სეზონს. არა, მშრალია. უბრალოდ ის მას უკეთებ მაინც კონტროლს. ასე. ეხლა ესენი მინდა დროულად გავაშრო. ესენი აქ მეყრია. ავიღო. რანაირად შემოვიცვეს. სუსხია ცუდი. იცი როგორია, წერან თბილო და ისე მაგრა თბილო და ისე რომ ზოგადად რო თბილა ხოლმე მოდის თოვლი. ხო და გამაჟრიალა თოვლი რო წარმოვიდგინე. და ამისთვის საჭიროა რომ ეს გავაშროთ. შრალი არის, მაგრამ მაინც. ამას ვერ ჩაიცმე, ვიგევე ჯანრბილში გაიფლის. ჰოპა. ასე. ესე ხავით რომ ინდოელებს რომ ხარზე უგდიათ ხოლმე ეგრე მათ. მე და ბარბარე ვართ სახლში. ეს და საფეხსაცმელების რაოდენობა ნახე. აი რისთვის გამოვიყენე ეს რო არ გადავაგდე. არც იოანია, იოანე მალე მოვა. აქ დავდოთ და არც ნინოა. ნიჭები. აჰა. всё. არა, შეგნით ბოდიში. ნაცარას ბოდიში შეგნით. გადი. ბანცალას მიხედეთ. იმდენად მივეჩვიე მაგ სახეს, იმდენჯერ დაუძახე უკვე, რომ ბანცალა ქვია უკვე. ავანთოთ შუქი ხალხმა. ჩემი ეზოკარის ვარდები უნდა განახოთ. ამას უკვე ცვივა. სხვათა შორის აი ვარდებს რო აქვთ ხოლმე იმის ის რომ ძალიან სწრაფად არ დაიყვავილონ რა. ესენი არ არიან ეგეთი, ანუ დაიყვავილა უკვე ძალიან მალე დასცვიდო ფოთოლი რა ლამაზი. ესენიც კოკრები იყო და შემეცო და ამ ყინვაში და მოუჭერი. ეს ყავა. წავიღოთ. აი აქ. ყველაფერი შრება. ასე, დავსხდეთ ცოტა ხანი საათი ნახო. მაგრამ მაგ საათს რო ვენდე ერთხელ ხო იცით რაც მომივიდა 5 წუთი აკლია. ჩამოიწიე რომ გავანათო. 5 წუთი აკლია. საჭველი მზად მაქვს. კიდე კაი წუხელი. გვიან. ეხლა ნახეთ რა. რა უნდა ნეტა? არ გაახარა კატები. პანდა მიეჩვია, საერთოდ არ გაურბის. ბუერა და ნაცარა გაურბიან. აი ეს ადგილი არჩია. რუპადარა ახარ ხდ იცი რა იცი ბეწოდა დის წერტილივით. მეშინია გარეთ არ გაიპაროს და ნახე როგორ აქ ამოქოლილი სულ. უი, აკაია შეეშინდა. გუშინ არ მიყარებია მაგ ადგილს. ნინოს დავავალე რომ გუში ხო დამავიწო, კი არ დამავიწო ხალხო რა არის ეს? ვერ მოვიცალე. ეს ახლა ჩავიცი უბრალოდ, თორე იქ კი მე მგონი აღარ დამჭირდება. ან შეიძლება რა ვიცავიცო. ასე. სუგავარ. შეჭერებია. ხო და საჭმელიც აღარ გავაკეთებ არაფერს დღეს. არა რომ მოვალ შეიძლება რამე გავაკეთე. შეიძლება კი არ დამჭირდება ყველა ვარიანტი.
იქ ძალიან თბილათაც არ ვიცმებ რა, რომ იქ ხო ცხება, იმ ხელა ფეჩიანთია და მე უკვე გაუსაძლისი გახდება. არ დამცხომი არასოდეს, მაგრამ მაინც. გამოვიწევ ცოტა. ხელები, მანიკური მოწამესო. ხელები მაგ ძალიან გამომშრალი. ვაი, ფიჩხილი მომტეხია, გოგო, რამდენი ხანია ფიჩხილი არ გაგტეხი. თუ მოვასწარი წასვლამდე ისევ ამ ფერს გადავისმევ რა, მეზარება გაცლა. მაგრადთან. რა ხმაურია. გუშინ ფიქრობდი იმაზე. აი, 16-ში მეთქი მე რომ მე და ნინო რო წავალთ. ამ ძაღლს ვის დავუტოვებთ. ანუ ნინო მდვლიანად იცის მოვლა. ნახეთ ეს. ნუ არ მიყვარს ესე როა ხოლმე. არ მიყვარს რაღაცაზე რო რაღაცები დევს ხოლმე, ხო იცით? მაგრამ ამას მოახერხე. ნუ ეხლა ამას ქვეშ ვერ შედგავ მას ამაგისუ. იქ შეიძლება იქ დავდო ის საწოლთან. დაბლაგე იქ. ეს ცხილი სად მოვიბურდღნე? რომელი იყო? აი ეს იყო მე მგონი. მარტო კათმები მყავს გამოსაშვები, მარტო. ხოდა მაგებსაც გამოვუშვებ და ისე წავბარემ ისე გავვალე რა სახლიდან. ჩაცმულდა ხულური მივალ საქათმეში. აი შორი რა გავაკეთო ეხა თმა დავივარცხდე, შევიკარი, მაგრამ ესენი გამომეშვირა. რა ვქნა? რა გიო? აგაცივდა. საერცხი ჩავთე. ესე იგი ივანეს ოთახიდან სკამიდან ავიღე 1 კილოვანი მანქანა მაქვს. იმდენი საერცხი რო ძლივ შევტიე მანქანაში. სულ იმას ვყვირი ვარ. სკამი და აი რა კარგია ზედო გადაიტარე. იგივე ფერი. ეს არის ზარმაცების მანიკური. ძალიან არ გაიგონე ხა ქვეშ რა მდგომარეობაში მესვა. კი არ ამძვრა, გაცვდა. აი რო გაილიოს მანიკური, აი მოვიდა ფრჩხილზე. ნუ ეხა დიდი ხნისაც არა ბოლოს რო მანიკური როდის ვიყიდი არ მახსოვს. აქ საერცხს ბარბარე გაფენს. ვაი, მერტი პირის საერცხი მეც ამაქვს დასაფენი თეთრები. აი ხა უკვე მექნება ისა გასაუთოებელი. აქამდე ხო არა მქონდა, თუ ეხა ისეთი საერცხი მაქვს, აქ აკრეფილი რო ერთ სალმა და გაუთოვებ. ესეც უნდა დავკეცო. ხო და ეხა თან დავკეცავ, მე თან ვიდეოს ჩავწერ, მაგრამ მე ეხა მომიდა მანიკურის წასვლა და ეხა როგორ დავკეცავ? კაი, იქამდე 45 წუთი არა რაღაცას ვიზა. ამას ვისმევ ესე და ეს თუ არ დავდე ვერ ვისმევ. აი იქაც ტორტებზე ნინო მეუბნება ხოლმე სადა ტორტი როა რომ მარტო რომ უნდა დავაწეროთ გილოცავ თან ინგლისურად რაღაცა რა დაბადების დღე რომ მივიბლოცოთ. ნინო უცბად დააწერს ხოლმე უკვე მიჩოული ეს დამწვარი მაქვს. იქ დამეწვა სინს იმაზე მივედი. ანუ ესე რო ხელს აწევს ესე იმაშვება. მე ესე ვერ ჩამოუსვან არ არსებობს. თუ ეს არ მაქვს დაფიქსირებული, აი ეს უნდა რამეზე მედოს, არ არსებულია და მაგას არ ვაკეთებ ხოლმე, მე არ ავწერ. იმას მიჩვეული აქვს ხელი.
მე არასოდეს მასე არ ვაკეთებ ხოლმე, ანუ ხელს თუ არ დავდებ, ხაზს ვერ ჩამოусმევ რა. უნდა დააფიქსირებული მქონდეს. მანიკურიც ეგე ვარ, თუ არ დავდე ეს ხელი არ არსებულია, რომ წავისვა. ბანცალა არის ძალიან ჭკვიანი. ბანცალა ქვია მე მგონი. ძალიან ბევრი სახელები ისქენი ნინოსაც წაუკითხე და რაღაცები მოეწონა ბევრი, ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ამასობაში ისევ ბანცალას ვეძახით და მე მგონი შესრჩება მართლა აი ესე დადის რა დაბანცალებ და დაბანცალებ. ხო და მე მგონი დარჩება მასეთ სახელი. უხდება კი ოღონდ მართლა ბანცალა ბანცანცო არჩანს ხალხნო ვაიმე და სადღაცას ჩავთხარე უკვე თითი. გუშინ არა გატყვეთ გუშინ წინ Facebook-ზე მხდებოდა ერთი კაცის ვიდეოები სწავლა განათლებასთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ალბათ ნახავდით თქვენც რა. მე გავიგე რომ განათლების მინისტრი ყოფილა საერთოდ. რა როდესაც ცვლიან, როდის აყენებენ, როდის რასაკეთებენ. აზერა სულ არაფერი. პრეზიდენტი მაინც ხომ იცოდა განათლების მინისტრი და რა კიდევ უნდა კაი ეგორი ხომ მაინც უნდა იცოდა. პრეზიდენტიც ხო რა ვეღარ ვიგებთ უკვე. ხო და რასაც ვუსმინე მე მინდოდა უბრალოდ ვერ მოახერხე რომ თლიან ვიდეოსთვის მიყურებინა. ვერ მივხვდი თქვენ თუ იცით დამიწერეთ რომელ არხზე იყო ეს რეფორმებზე რო ილაპარაკა. მე პირველზე მეგონა სავარაუდოდ პირველზე უნდა იყოს მეთქი, მაგრამ არ იყო პირველზე. რავი გადავახვიე და ვერ ვნახე, შეიძლება იყო და მე ვერ ვნახე. თუ იცით თქვენ რომ აი თლიანი ვიდეო მინდა ვნახო. არც მომიძებნია სინამდვილეში რატო როგორ ვერ ვიპოვე. არ მეცალა ბაგუში დამეცალა კიდევაც ვერ მოვჭი ეზოდან ის ნაგვის გატანა. ხო და ისა რას ფიქრობთ თქვენ მაგასთან დაკავშირებით? ეხლა რასაც მე ვუსმინე და რაღაცა მომეწონა ის მე-12 კლასი რომ მოხსნეს. მომეწონა ეგეც რომ ნებაყოფლობით დატოვეს, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვინსად მიდის და ვის როგორი ის უნდა რა სწავლა განათლების დაწესება გავხედოთ წამი. მე ამასობაში კი გამიშრა კი არა გადამიშრა ელები. კი გამიშრა. 2 წუთით და всё. ხალათი დაუკიდეს ოგიავკრიფე. განათლებაზე ვლაპარაკობთ, განათლების სისტემაზე რა. არ ვიცი, ჯერ კიდე მე ვერ ხვდები ან რომ მაგის ზე გამოდის მე მგონი. ვიმედოვნებ რომ თლად ბატები არასხედან იქა და რაც ჩვენთვის კარგი არის ის გაკეთდება რა. ჯერ ის ძალიან მომეწონა რომ ფორმები შემოდის. ჯერ ისედაც ხო იყო. მაგრამ ფორმებს იცი რა მხრივ მივესალმები, კაი არის. პირველდან მე 6 კლასის ჩასულით ნინოს მოვწევს და ძალიან გამიხარდა. მაგრამ იყოს თუნდაც ფერი, შავი, თეთრი, რაღაცა სერიის ის და დანარჩეს მე რაც მინდა იმას ჩავაცმებ სიტყვაზე რა. ანუ ძალიან რაღაცაი კომუნისტური თუ არ იქნება, ძალიან კაი იქნება. რატომაც არა. იმიტომ რომ რა მე-6 ნუ მე-5 და მე-6 ნინო მე-5-შია და ბავშვები არიან ჯერ. მე-6 მე-7 მე-8 უკვე რაც იზრდებიან ვერ გაარჩევ მასწავლებელს და მოსწავლეს და ძალიან ბევრი ბავშვი დადის მაკიაჟით. ოღონდ განათლებას არ დააბრალოთ ძალიან აქ თხოვთ რა. განათლების ბრალია ხო რომ უფლებები შეუზღუდდეს. რომ ეგეთი ბავშვი უნდა დაატრიალო გამოუშვა და მშობელიც უნდა მიაყოლო. რადგან ბავშვი რო სახლიდან გადის და მაკიაჟი უსვიო, თვალები მიხატულები აქვთ ამ მშობლებს. მაკიაჟიც მაკიაჟია, შეიძლება რაღაცა გქონდეს და დამალო, აი დეფექტის სახეზე, მე რო ვიცი ხოლმე რომ ხელით თუ მიყევი ხოლმე. ეს ნუ გადავიტკიცო, თორე ნერვოზი დამემართ.
ხო, აი ესეთი რაღაცა შეიძლება რა, ეხლა დაფარო რომ რაღაცა მაინც გოგო ხარ და კარგ სიამოვნებს, ხო? მაგრამ კონტური რო გისვია, წამწამი რო აპრეხით გაქვს, ლაინერი რო გისვია და ასე შემდეგ. მე-7 მერვე კლასელს. მშობელი სადა ხართ ამ დროს? მე ხო ესეთ მშობლების არ მესმის, მე ვერ ვაგებინებ. იქნებ თქვენ უთხრათ. ამ დროს სურვილი მაქვს რომ ეს მშობელი ეგ კედელზე აი ტომიჯერში როა, ხო იცი, აქეთ იქით რო აწყვეტელავები, აი ეგრე კედელზე შემოაწყვეტო. რას ქვია ვერ აგებინებ. ხო, ერთი მხარეა კიდე რომ იყო შემთხვევები რომ სახლიდან ჩვეულებრივ გადის ბავშვი, მაგრამ სანამ მიდის იქამდე იკრასკება. მაგრამ რო დაგიბარებენ და გეტყვიან. ჩვენი ბრალიც არის ბავშვების თავზე წასვლა და გადასვლა. ყველაზე არ არის, რა თქმა უნდა, ლაპარაკი. ზოგადად უფლებები რომ მიანიჭეს, ბავშვებს დაავიწყდათ მოვალეობები, დაავიწყდათ ზრდილობა, დაავიწყდათ დათმობა, დაავიწყდათ ასაკი და ყველაფერი დაავიწყდათ, უფლებები აქვთ და მორჩა. ეს რატომ აკისრამდე შეკო? ხო, მომეწონა ფორმები, მთავარია არ დაუთმონ და გაატარონ და გაიარონ ის, რომ უნდა იყოს ფორმები და იყოს მე-6 კლასამდე, იმიტომ რომ მე-6 კლასამდე ახლა ნინო მე-5-შია და მე-6 კლასში არა მგონი ისე შეიცვალოს, რომ აი მე ფორმას ვერ ჩავიცმევ. ჯერ ხო შანსი არ არის, მაგრამ ისე ზოგადად ვამ. რას ვერ ჩავიცმევს? კი არ იმღერებს. ხო. ეგეთი კაი იყო. ხო, მომეწონა მე-12 კლასის მოხსნაც, იმიტომ რომ რა ვიცი, რომ სკოლიდან გამოდიან პენსიონერები არიან უკვე, ზოგი 19 წელსა სკოლაში არის, ზოგი აი დაგვიანებით რო შედიან. ხო. ეგეც კაია, რომ მე-12 კლასი ნებაყოფლობითა. ჯერ მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრით. როგორ და რანაირად, ხო? შეიძლება თქვენ არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ ხა თავს მომაჭრით. თქვენი აზრით დაწერე კომენტარებში. ნებაყოფლობით დატოვეს თუ უნდა ჩემ შვილს გაგრძელება ევროპაში? ხო. ყველაზე ძალიან მეშინია ბარბარე რო დაამთავრებს აი წლის. აი ჯერ ხო წლევანდელი წელია იოანეს აბიტურიენტობის წელი და ემზადება და ნუ გამოცდები მოდის და ეს გამოცდების ციებ-ცხელება, ნერვიულობა და ასე შემდეგ. და ბარბარეზე იქნება ორმაგი. ან რა იქნება კიდე კაცმა არ იცის. იმიტომ რომ ბარბარია მე-10-ში. მე-10 კლასელები ვინც არიან, ეხლა ამთავრებენ 12 კლასს. და მე-9-ში ვინც არიან, ეხლა ამთავრებენ 11 კლასს. ანუ ბარბარე რო სკოლას და ამთავრებს იმ წელს და ამთავრებენ მე-11 კლასელებიც. ჩვენთან სკოლაში მარტო 4 გამოსაშვები იქნება, რა ქაოსი იქნება, ღმერთო. ბარბარეს კლასი, პარალელური კლასი და ამათი მომდენო 2 კლასი, ანუ 2 მე-11 იქნება. 4 იქნება მარტო. ახალ სკოლაში, ახალი სკოლა ჩვენ სკოლაზე დიდია. იქ 4 ყველა ვარიანტში იქნება. შეიძლება მე-5-იც იყოს, არ ვიცი, რამდენი პარალელია. მე ამჟამად მე-9-ში რო არიან. ჯერ მარტო სოფლიდან მინიმუმ 4 კლასი რო გავა, სოფლიდან, ერთი სოფლიდან 4 კლასი ეხუმრებით ხალხო. წარმოიდგინეთ ქვეყნის მასშტაბით რა მოხდება. და რამხელა კონკურენცია იქნება სასწავლებლებში. სად უნდა წავიდეს? ეს არ ვიცით, თუ გააზრებული აქვთ. აი მან არ ვიცი, უნდა დავეთანხმო, არ ვიცი და აი მგონია რომ ძალიან დომხალი არის მაგამ ბავშვი, ან მოხდება. არ ვიცი, სად უნდა შევიდეს ამდენი ბავშვი. წარმოიდგინეთ, ერთ წელში ხოლმე როგორი კონკურენცია კონკრეტულ რაღაცა პროფესიულ იმეებზე, რა სხვადასხვა. ხო არის ძალიან მოთხოვნადი როა და რავი 100-დან 8 კაცის ადგილია. ეხლა 100 კი არა. 400 კი არა. რა შეიძლება 40,000-დან უნდა შევიდეს 10. რა სიძაღი. რა ამბავი იქნება, აი წარმოდგენაც მიჭირს.
რამის არის კომბალი გამოვთალო და გავუშვათ ზღვარში. არ ვინერვიულებთ მაინც. რაიმე დრო გამეპარა. წავედი ახლა. არ ვიცი ჯერ კიდე უნდა ვუყურო მე მაგას თავიდან ბოლომდე. მაგ ინფორმაციას და აი ყველაფერი შეიძლება რაღაცა შეთანხმები, რაღაცაში არ ეთანხმები, რაღაცა. მაგრამ მაინც იქ ვფიქრობ, ბარბარე რომ დაამთავრებს, იქ იქნება საგიში. ყველაზე კარგი ის არის, რომ პროფილური ხდება. ვერ ხვდებოდი ჯერ პროფილური რა იყო და ანუ მე 12 კლასში რო გადავა ბარბარე. ისწავლის იმას ანალოგიურად ამის მომდევნო 11-ში. ისწავლის იმას, რა საგნებით სჭირდება, ანუ აირჩევს იმ საგნებს, რა საგნებითაც უნდა ჩააბაროს. ეგ კაია. ეგ აქამდეც უნდა იქნას. ჯერ ის რომ ამდენი მშობლებს ამდენი ფული ეხარჯებათ მომზადებაში. პლუს სკოლაში სიარული სავალდებულოა, ხანდახან ხომ მაინც უნდა გამოჩნდე. ხო და ეგ კაი დასავარცხნი იყო რომ იტყვიან ეგ საქმე. თუ ეგრე იქნება და იმ დონეზე ისწავლიან ბავშვები, რომ აღარ დასჭირდეთ მომზადება, ეგ იქნება მშობლისთვის შვება. მე რასამთა როგორ. მაგრამ აი დამთავრებაზე, აი ეგ ერთი წელი ჭირს რა, ეგ ერთი წელი ჭირს. მე მომდენო უკვე აეწყობიან წელიწადში დაამთავრებს, ახლა ჩვენ გარო 4 უნდა გავიდეს, 8 კლასი რომ უნდა გავიდეს ჩვენი სოფლიდან, ახლა გავა მაქსიმუმ 4. მაქსიმუმ. არ ვიცი რა იქნება, ბარბარეს უნდა ახლავე დაჯდეს და ძალიან მაგრად იფიქროს რა უნდა. მე არა ვარ იმისი მომხრე, საერთოდ არა ვარ იმისი მომხრე, რომ ის რო სწავლობს უმაღლესში და ის შენც უნდა ისწავლო, არა. იმიტომ რომ უბრალოდ მე დიპლომს რო აიღებენ, ხოლმე აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ არის ის სფერო იმისი და არც უნდა და უბრალოდ იმიტომ ჩააბარა, რომ ის რო სწავლო. არა. შეიძლება იყოს პროფესიული სასწავლებელი და ისე ისწავლო, რომ შენ ანუ იმიტომ არა რომ სხვას დაანახო უმაღლესი განათლების დიპლომი გაქვს. მეც ამაქვს, მაგრამ სად ამაქვს? აბა მკითხეთ. სადღაცა და ხო. საერთოდ არ მოუთხოვია ნინოს უმაღლესი განათლების დიპლომი ახლა. რატომაც არა უნდა გამოიყენო, ხო? მაგრამ ცხოვრებაში სხვანაირად ახდება. ხო? უნდა იფიქრო, რომ ცხოვრებაში რა გამოგადგება. თორემ ასტრონავტი რო იყო ახლა უმაღლესი განათლებით რა. პირდაპირ ისიც წავალ და მოვალ ხოლმე? არა. არ არის აუცილებელი ყველა უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული იყოს და ყველა ექიმი იყოს, ისედაც გაგვაფშეკინეს ყველას ფეხები. ეხა ბარბარემ რო აირჩიოს ექიმობა, ხო ვიცი რომ საერთოდ გარტყმაში არ არის და სხვა სფეროა მაგისტრის და ჩემი ბედისა რომ ვიცი, ზუსტად ბარბარესთან მოვხვდები, როცა დამჭირდება ექიმი და აბა რამეს მიშველის? არაფერს რას მიშველი. 3 დღეში გამოაცხადებენ რომ გარდაიცვალო. აბა რა უნდა მიშველოს, მაგრამ ეხლა დადექი და გინდა დიპლომი აღებინე ეგეც და გინდა რა. რამდენი არის ეგ დიპლომიანები? ასე რომ არ ვიცი რა ხდება და რა მოხდება. აზია რა ვარ. წავედი ხახო დამაგვიან და 20 წუთში უნდა გზაზე ვიყო უკვე და გავრბოდე და ესენი მაგ დასაკეთsi, ქათმები უნდა გამოუშვა. მოკლედ, წავედი. აბა ჰე, კაი და ყველას.